ეს ღვთისმშობლის ტაძარია ჰოლანდიაში, კერძოდ კი უტრეხტში, რომელიც 2024 წელს ფიტნეს დარბაზად გადაკეთდა. ეს არის მსოფლიოში ერთადერთი დარბაზი, რომელიც იმყოფება ტაძარში. ამ ადგილის სტუმრობისას კი ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში. თუ რამდენად არის ეს ყველაფერი რელიგიურად გამართლებული. So we had to write a letter, official letter. შემეძით ეს ისრველი. ანუ ესენი რატო დატოვის მაგას ვახდე. ნათიდან შვიდი. ეს YouTube-ს არავის არ აქვს გადაღებული. ეს უნდა გამოსცადოთ თქვენ. და კითხვები გაგიჩნდებათ, ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ერთად მოვძებნოთ პასუხი. გამარჯობა მეგობრებო. მე გახლავართ საბა და თქვენ უყურებთ ჩემს პირველ ვიდეოს YouTube-ზე. მე ვაპირებ, რომ ევროპის და მთლიანი მსოფლიოს გარშემო გაჩვენოთ ისეთი დარბაზები, რომელიც არავის არ უნდა ხავს. ხოლო პირველი ჩვენი ვიდეო მიხვდებოდით რაც არის ტაძარი, რომელშიც არის ჯიმი. ასევე მადლობა ჩემს სპონსორს Roamingos. Roamingo არის ქართული ინტერნეტ აპლიკაცია, სადაც შეგიძლიათ 190 მეტ ქვეყანაში გამოიყენოთ. ანუ ეს არის გასახდელი. სადაც ორი ლოკერია მარტო და ზემოთ არის ფრესკები, გამოსახული ჯვარცმა, იესო გოლგოთაზე მიდის, ან კიდე გასახდელში ქანდაკებები, ანუ ეს ყველაფერი არის სიგიჟე. ანუ ყველაზე მეტად მეცინება აი ამ სკამებს, თან მეუცნაურება, თან მცხვენია რომ გავიცინო, არ ვიცი ამ შეგრძნებას რა ქვია, მაგრამ ეს არის მოსასვენებელი სკამები. შეგიძლია სეთის დროს დაждდე, დაისვენო. არ ვიცი, ეს რამდენად არის სწორი და რამდენად ჯდება რელიგიაში, მაგრამ რასაც ჩემი თვალები უყურებს, ეს არის საოცრებად. აი, ავიდეთ ზევით. ზევით არის ესეთი სამრეკლო. ზედა სივრცეში კი არის ესეთი კარდიოკუთხე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები დარბაზზე. ახლა კი გავესაუბროთ ერთ-ერთ ტრენერს, რომელიც მოგიყვება თუ როგორ გადაარჩინეს ეკლესია დანგრევისგან. The church is over 100 years old. We started the gym in March 2024. Before that, it was empty, and they wanted to do some apartments. Our owner that owns the 3 clubs that we have, he convinced it to make it into a gym. And also a fun fact is that the Vatican, it declared it unholy. So we had to write a letter, official letter, and the Vatican said, okay, it's okay. So the place there's no purpose no more in the Catholic community. ცალკე არ გამოყოფილი ესეთი პატარ-პატარა ადგილები, სადაც რა თქმა უნდა ტრენაჟორები არის, სიბრასის ტრენაჟორი, მხრის ტრენაჟორი და აქეთ არის გამოსახული ღვთისმშობლის ხატი. შორის ძალიან ისეთი მყუდრო და ისეთი ადგილია რა აქ. ეს უნდა გამოსცადოთ თქვენ ერთხელ მაინც, იმიტომ რომ ესეთი შანსი არ იქნებათ მეორე. ესეთი დარბაზები ხშირად რა, საერთოდ არ არის მთელ სოფლიოში რა, ეს არის მე მგონი ერთადერთი, იმიტომ რომ მეორე სხვან არ მინახავს საერთოდ რაც დავსერჩე. და ვისაც სურვილი გაქვთ რომ ეს დარბაზი მოინახულოთ ამსტერდამთან ახლოს 20 წუთის სწავლაზე, სადღაც არის ქალაქი თუ სოფელი ალბათ უტრეხი. ამ დარბაზში გადავიხადეთ 27 €. That'll be 27.50 please. ყველაზე კარგად დახარჯული 27 € არის რაც კი დამხარჯავს და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ოქტობუს, რომელიც არის ჩვენი სპონსორი. და ეს არის ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს კომფორტს როგორც მომხმარებლისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის. და მადლობა მათ ძალიან დიდი. ძალიან უცნაურია. ეს არის ჭერი, რომელზეც არ ვიცი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბენჩის დროს მეკთებოდა თვალწინ. ანუ ჯვრები, ორნამენტები, ყველაფერი ის, რაც ჯიმში არ უნდა იყოს. აი ეს დეტალები, რაც არის, ყველაფერი ქმნის იმ ერთიანობაში ძალიან უცნაურს, ამავდროულად ძალიან საინტერესო ადგილად და დარბაზად. არც ბევრ ინსტაგრამერს, ბლოგერს, იუთუბერს არავის არ აქვს გადაღებული თითქმის 1-2 არაბის გარდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, რომ არაბს არ ვაშავებ, მაინც შინაგანად რაღაცა შემოჭრდება მაგ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა საქართველოში ვარ გაზრდილები და მაგით. ესეთ რაღაცებს ვერ ხვდები რა, ანუ ჯვარი, ანუ ესენი რატო დატოვის მაგას ვერ ხვდები. შეიძლება მოზაიკები და რაღაცები კაი, იმიტომ რომ სილამაზისთვის ძალიან კაია. ამას არ მივესალმები ჩემი აზრით. იმით ვამართებ ამ ყველაფერს, რომ ეს ყველაფერი არ ფუნქციონირებს და არ აქვს ის დატვირთვა, რაც ოდესღაც 100 წლის წინ ქონდა. თვითონ გეუბნება ტრენაჟორი, როდის უნდა ჩახვიდე დაბლა, როდის უნდა მოკაჩო, როდის უნდა ჩაისუნთქო, როდის უნდა ამოისუნთქო. რაც მომენტში კაია, იმიტომ რომ ძალიან გამოსილება ტრენაჟორებთან, ზოგადად ძალიან კარგი ვარიანტია, რომ დამწყებებმა ამით დაიწყო. უფრო კონცენტრირებული ხარ იმაზე, თუ როდის ჩახვიდე, როდის ამოხვიდე და დაამთხვიო იმ წერტილებს, ვიდრე კუნთზე და შემეძით ეს სისველი.
მეგონი ესე უნდა ჩავთ. არ ვიცი. ეხლა ერთად მეჩალი ჩავოთ. და თუ უნდა ყოფილა სამაჯურებით აქვთ რაღაცები, ადებენ და იგივე თავისით ლოგინ შევა რა. ფიქრობ, რომ პირველი ვიდეოსთვის ძალიან მაგარი ვიდეო გამოდის. ესეთი დარბაზი, ანუ ეკლესიაში ჯიმი, ესეთ რაღაცა მეგონი არავის არ გავკვეთებია რა. ძალიან თბილი და კარგი ადამიანები არიან ჰოლანდიელები. კარგად დაგვხვდნენ დარბაზის ისტორიის შესახებ გაგვიზიარეს ინფორმაცია და ასევე შეიგზეც კი დამპატიჟეს. ჩვეულებრივი რძე და შოკოლადია, დიდი ვერაფერი. 10-დან 7. საბოლოო ჯამში რო შევაფასოთ, რაც ჩვენი არხის მიზანია, რამდენად შეესაბამება ფასი იმ კომფორტს, თუნდაც იმ გარემოს რაც არის, გავუწერდი 10-დან 800. ორი ქულარაში დავაკელე ახლა. პირველი ის რომ გასახდელი არის საერთო პროსა ვოქირებია მეტი არაფერი. აბაზანაც საერთოა, ანუ ეს ყველაფერი დისკომფორტს ქმნის, მაგრამ როგორც ჩანს აქ მოსულა რა. კიდევ რაშიც დავაკელე არის ის რომ ტრენაჟერების გამოყენება მინდოდა, მაგრამ ვერ გამოვიყენე იქიდან გამომდინარე რომ არ ვარ აკაურობის წევრი. უნდა გქონდეს რაღაც სამაჯური, რომელთაც ლოგინს აკეთებ ჩვეულებრივად. მე ვრთავ ტრენაჟერს ესე ვთქვათ. ჰოლანდიელები არიან აი უსაყვარლესი ხალხი. ვითხრეს რომ დრო არ ქონდათ ტრენერებს რომ რაღაც კითხვები დაგვისვა, მაგრამ აი გამონახეს რომ და მაინც ჩაგვეწერდნენ და კითხვები გასცეს ჩვენს პასუხებს. პასუხები გასცეს ჩვენ კითხვებს. საბოლოო ჯამში 10-დან 8 ვფიქრობ რომ თავის ფასს აკმაყოფილებს, იმიტომ რომ 27 евро არ არის არც თუ ისე დიდი თანხა, იმისთვის რომ მოხვიდე და ერთხელ მაინც ადო. აბონემენტის მასი ღირს 70 евро თვეში. 70 евро აქ ძალიან ცოტა არის დარბაზისთვის მით უმეტეს. რაც შეეხება ჩემს სპონსორებს, მადლობა ოქტოპუსს. ვის წყალობითაც ვართ ახლა აქ და მადლობა ასევე როუმინგოს, ვისი წყალობითაც ვაედიტებს და ვამონტაჟებთ და ვიღებთ ამ ვიდეოებს, იმიტომ რომ გვაქვს ინტერნეტი ულიმიტო და არ გვაქვს იმის პრობლემა, რომ ვინმე გავგვიზიაროს და ვინმეს ვემოთხოვროთ. და მადლობა თქვენ პირველ რიგში იმისათვის, რომ უყურებთ ამ ვიდეოს, ჩემი პირველი ვიდეო ცოტა ნერვიულად იქნებოდა რაღაცა შეცდომებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ვიდეოსთვის ძალიან საინტერესო და ესე ვთქვათ, კარგი კადრებით ახსავსე ვიდეო შემოგთავაზეთ. წინ გეულდება ძალიან მაგარი ვიდეოები, ამიტომ დაელოდეთ, ჩაუჭეკით ჩემს Instagram Reels-ებს. ეს არ შემიძლია გამომიწერეთ რაღაც. თუ უნდა გამომიწერეთ. თორემ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ასევე გამოყურებთ Instagram-ზე, იმიტომ რომ დაიდება. მოგზაურობებს რაღაცა ისეთი ნაწილები, რომელსაც თქვენ ვერ ნახავთ. მადლობა რომ დრო დამითმეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.